და ბოლოს სინეტიკის სტუმარ მასპინძელი რუსთაველის თეატრის სცენაზე ინგლისურენოვანი სპექტაკლის თბილისური პრემიერა გუშინ საღამოს გაიმართა. სინეტიკის თეატრი რეჟისორმა პაატა ციქურიშვილმა მეუღლესთან ერთად 2001 წელს ვაშინგტონში დააარსა. სპექტაკლი, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს კახი კავსაძე თამაშობს, ბოლო 10 წლის საუკეთესო პიესების ხუთეულშია შესული. წარმოდგენა მანშლაგი ჩაიარა. სტუმარ მასპინძელი რუსთაველის თეატრში დღესაც იქნება წარმოდგენილი. ხარული ვარ, რომ ამერიკის საელჩომ მონაწილეობა მიიღო სინეტიკის თეატრის საქართველოში ჩამოყვანაში. სტუმარ მასპინძელი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული პოემა და პაატა ციქურიშვილის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა ძალიან დიდი წარმატება მოუტანა თეატრს ამერიკაში. შესანიშნავი წარმოდგენა იყო, ძალიან ვისიამოვნე. ეს კარგი მაგალითია საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებისა. იყო შეხვედრა ვაჟასთან, რომელიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდა, რომ უდიდესი პოეტია კავკასიის და ყველა მის სახელ უნდა იწოდეს და მე ვიცი, რომ თვითონ ეს სპექტაკლი ამ ამბავს მით უმეტეს სტუმარ მასპინძლის, რომელსაც ჩვენ ასე ვამაყობთ, გაიტანს ძალიან ბევრგან და ასევე ძალიან მიხარია და ღმერთმა ასეთი სპექტაკლები და ასეთი დღეები გვიმრავლოს. ძალიან კაი სპექტაკლია, ძალიან მიხარია. წინვალე იყო კახი კავსაძე, საოცარი. ჩემი მოწაფე იყო მონაწილე ამ წარმოდგენის ირაკლი კავსაძე, კახის შვილი. მე ისეთი ამერიკული ვაჟაფშაველა კი, მაგრამ ქართული სხვათა შორის. ამ დროისთვის სულ ეს იყო უახლესი ინფორმაციით, უკვე 6 საათზე დაბრუნდებით, არჩევთ ჩვენს